ესე იგი ჩვენ ახლა ვაკეთებთ განმარტებას თეორია on GIS საიტის ცოდვებისა, რაც უკავშირდება აბიტურიენტი მძღოლების არასწორად სწავლების პოზიციას. მაგალითად, ჩვენა გვაქვს 336 ბილეთში. რა ვარიანტია? მძღოლმა თუ გააჩერაო ავტომობილიო, ასეთ სიტუაციაშიო ვალდებულია და უნდა ჩართოსო ავარიულები და რაღაცები კანონში გააქვთ თქვენა. ეხლა ჩვენ მოდი ვნახოთ 344 ბილეთი. ხო იგივე ვარიანტია. მანქანებში არის განსხვავება, ხო ეგრეა ტრანსპორტში. აქაც მანქანამ გადაკვეთა უწყვეტი, ანუ კედელი გაჩერდა რაღაცის გამო, გაჩერებას მნიშვნელობა არ აქვს, ის იძულებით გაჩერდა თუ როგორ გაჩერდა ამ შემთხვევაში, ფაქტია რომ გაჩერდა და რადგანაც ამანაც გადაკვეთა იმ მძღოლისნაირად უწყვეტი, აქ გეუბნება არ არის ვალდებულიო. ეხლა არ არის ეს მძღოლი, დამწყები მძღოლია, არ არის პროფესიონალი, არ არის ვალდებული ეს დეტალები კარგად იცოდეს. ნებისმიერი დამწყები მძღოლი პატივცემული თეორია on GIS განმარტებებში არა მარტო აქა, სხვაგანაც ბევრია, მაგრამ ამაზე ვამბობ უფრო სწორად. აი ამ განმარტებებში აიბნევა და რა თქმა უნდა რომ შეეშლება. ისე რომ თეორია on GIS ხელმძღვანელობას ეხლა რომ თავი მოაგდა, შევამცირეთო იქო, რაღაცები ჩავასწორეთო, საკითხები ცოტა კარგად იმასქენით, ბატონებო და ქალბატონებო და აი ამ მე-11 თავში რომ გიწერიათ მარეგულირებლის სიგნალებიო, ეს აქამდე უნდა გაგესწორებინათ, რავი, რამდენი ხანია, 10 წელიწადია მაგას გეუბნებით. რომ მარეგულირებელი არ არის ადამიანი არის მომრეგულირებელი და არა მარეგულირებელი. გესმით თქვენა კაცო? მე ვარ რობერტ იანტბელიძე, ერთ საწყალი მასწავლებელი, პოლიციის მაღალჩინოსანი და ჩემი ტელეფონებია 577 775 660. წარმატებები მძღოლებს.